გაკვეთილი მინდა დავუთმო ვარჯიშის დროს ტანის დაჭერის პრინციპებს. რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრისგან გამიგერო ვარჯიში დავიწყე და წელის ტკივილი დამეწყო, ან ხელი მტკივა, ან მხარი დავისიანე და ასე შემდეგ. ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა დაიჭიროს სწორად ტანი ვარჯიშის დროს. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრს აქვს თვისება, ვიღაც ვარჯიშობს თვითონაც ვთქვათ, აყვა თავის მეგობარს თუ ნაცნობს და როგორც ის ვარჯიშობს, ისევე უნდა თვითონაც რომ ივარჯიშოს და ავიწყდება ადამიანს ამ დროს ის, რომ ვთქვათ, ეს ადამიანი, ვისაც თვითონ აყვა ვარჯიში, წლებია ვარჯიშობს, ასე რომ რაღაც ფიზიკური მომზადება აქვს და თვითონ უნდა დაიწყოს რაღაცა საწყისი ეტაპიდან. და არა პირდაპირ იქიდან საიდანაც ეს ადამიანი, რომელიც წლებია უკვე ვარჯიშობს, აკეთებს ამ ვარჯიშებს. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჯერ თავიდან თუ არასოდესად ვარჯიშია ვიწყებთ ვარჯიშს ძალიან ფრთხილად ჩვენი სხეულის მოცულობის გათვალისწინებით და ჩვენი სხეულის ფორმების და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თუ არასოდეს ადამიანს არ ოვარჯიშია პირდაპირ გადაერთოს და დაიწყოს სწრაფად დიდ მანძილზე, თქვათ, სირბილი იქნება, თუ დიდ მანძილზე ცურვა იქნება, თუ თქვათ, პილატეს და იოგას რო იწყებენ, არა, თქვათ, დამწყებისთვის ვარჯიშები, არამედ უკვე ისეთი პროფესიონალისთვის ვარჯიშები რო დაიწყოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საერთოდ გახსოვდეთ, რომ რაღაც შედეგამდე მიდიხართ, ამისთვის გჭირდებათ დრო და დაუთმეთ დრო იმას აუცილებლად, რომ თქვენი სხეული ჯერ მიეჩვიოს აი ამ ფიზიკურ დატვირთვას და შემდეგ გადადით უფრო რთულ და რთულ ვარჯიშებზე. როდესაც უკვე იგრძნოთ, რომ კუნთები გამაგრდა, თქვენ სხეულის დაჭერა შეგიძლიათ და ასე შემდეგ. დავიწყოთ ახლა დღეს განვიხილოთ წელის მდებარეობა, ვინაიდან ყველაზე ხშირი მაინც არის უფრო წელის ტკივილები არასწორი ვარჯიშის შედეგად. პირველი ეს არის დაწოლილ მდგომარეობაში. მე ძალიან ხშირად ვამბობ და თუ სხვა მწვრთნელებთან გქონიათ შეხება, მათგანაც ძალიან ხშირად გაიგონებთ, რომ წელი აუცილებლად, როდესაც წევხართ და პრესს ავარჯიშებთ, წელი აუცილებლად უნდა იყოს დაკრული იატაკზე და აქ ჩნდება შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ წელი მთლიანად, ზურგი მთლიანად ესე უნდა იდოს იატაკზე, როგორც ფურცელი რო დადოთ, რომელიც ზევით არ არის ამოწეული, არამედ დაკრულია, აი ესე მთლიანად უნდა იყოს დადებული იატაკზე. და ვარჯიშის დროს თუ თქვენ ხვდებით, რომ წელი ადის ზევით, პრესს, როდესაც ავარჯიშებთ, წელი თუ ადის ზევით, ეს იმას ნიშნავს, რომ პრესი არ აქვს ჯერ სათანადოდ გავარჯიშებული, არ არის კუნთები გამაგრებული და თქვენ აკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე თქვენს მუცლის კუნთს შეუძლია რომ აიტანოს. შესაბამისად, უნდა გადახვიდეთ არა უფრო მარტივ ვარჯიშს და გაამარტივოთ ის ვარჯიში, რასაც აკეთებთ, მანამ სანამ არ იგრძნოთ, რომ აი წელი ახლა უკვე დევს ნამდვილად იატაკზე და ზევით არ ადის. ანუ ზევით ასვლა წელის, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ პრესი არ არის გამაგრებული, უჭირს მას დაჭერა, მაგალითად ფეხები გაქვთ ჰაერში და ამისი დაჭერა უჭირს მას მუცლის კუნთებს და შესაბამისად წელს მიიხმარს, ანუ წელი ზევით ადის და მაშინ მთელი დატვირთვა უკვე არა მუცლის კუნთებზე, არამედ წელზე გადადის და ცხადია, რომ ტკივილები გექნებათ. ეს ხდება რომელი ვარჯიშების დროს, აი განსაკუთრებით მაგალითად ესე განჩერებული რო ხართ დევს იატაკზე ტანი, ხო? და ამიტომ ფეხები ესე ზევით უნდა გააჩეროთ ცოტა ხანი, ან უნდა ამოძრავოთ ესე მაგრატილივით, აი ესე. ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს ხვდებით, რომ აი ესე ავიდა წელი, შეხედეთ აი აქ. ხელი გამოვიდა, ხო? აი ესეთი წელი ზევით არის და
ამ შემთხვევაში წელი არის ჩართული და არა პრესი არ მაგდება. ეხლა მაშინ უნდა აი ესე ჩამოიტანოთ ფეხები ნელა ქვევით, გაასწოროთ ტანი და თუ მაინდა-მაინც აი ამ ვარჯიშების კეთება კიდე და აიტანეთ ძალიან მაღლა. აი აქ უკვე პრესი ნაკლებად იძაბება. აი ესე რაც უფრო ქვევით ჩამოვაქვთ, პრესი მით უფრო არის დაძაბული, თუ გაუვარჯიშებელია კუნთები, წელი ნამდვილად ზევითავა. აი აქედან დაიწყეთ, აი აქ აკეთეთ ეს გადაჯვარედი ნებები, ან აი ესეთი პეპელა, ან ესე გააჩერეთ და თუ სიტყვაზე მწვრთნელი გეუბნებათ, ან თქვენ თვითონ აკეთებთ ვარჯიშს და დრო გაქვთ დანიშნული, 5 წამიდან დაიწყეთ, მაინდა-მაინც პირდაპირ 1 წუთს შეეჭიდებით. ეხლა როგორ გააჩეროთ ზოგადად წელი იატაკზე, ამისთვის არსებობს რამოდენიმე ვარჯიში. ჯერ ჯობია დაიწყოთ ესეთი მოხრილი ფეხებით, გაჩერდეთ, ესე. ტანი კარგად გაასწორეთ, ერთ ხაზზე რო იყოთ და აი ამ ადგილებში, აი ძვლები რო არის, მოკიდეთ აი ამ ძვლებს ხელი, ნელა შეასრიალეთ ტაკო შიგნით. ტაკო მოდის აი ესე ბეჭებისკენ. უყურეთ, აქ გაჩნდა ეხლა ცოტა ესეთი თავისუფალი ადგილი არის, წელი ზევითავი და ხო იატაკზე არის ხელი. და მოკიდეთ ეხლა ნელა და ჩამოასრიალეთ ქვევით ტაკო. აი ეს მდებარეობა არის სწორი წელის. აი ესე უნდა იყოს დაკრული წელი იატაკზე. იმისთვის, ან პრესის ვარჯიშების კეთების დროს, იმისთვის რომ კარგად იგრძნოთ, დაიჭიროთ აი ეს შეგრძნება, რას ნიშნავს, როდესაც პრესი დევს წელი დევს იატაკზე ბოლომდე, შეგიძლიათ ეს ვარჯიში გააგრძელოთ. ანუ აი აქ თეძოს ძვლები მოიკიდეთ ხელი, შესრიალდა ტაკო შიგნით, მეტი არაფერი არ მოძრაობს. ყველაფერი გაჩერებულია, ეს მენჯი, ეს ქვედა ნაწილი მოძრაობს, მარტო შესრიალდა შიგნით, აქ გაჩნდა პატარა ღარი, ჩემ ხელს ხედავთ იმედია და მერე ჩამოსრიალდა ქვევით ბოლომდე. ისევ შეასრიალეთ, ნელა ჩამოასრიალეთ და აი აქ მიაჩვიეთ თქვენი თავი წელისა და მენჯის მდებარეობას და მდგომარეობას სწორი ვარჯიშისთვის პრესის კუნთების გასამაგრებლად. აი ეს არის არასწორი მდებარეობა, ეს არის სწორი მდებარეობა. ეს ერთი ვარჯიში იმისთვის რომ მიეჩვიოთ აი როგორ უნდა იდოს წელი იატაკზე. უყურეთ, ნახეთ აი საერთოდ ვერ შედის ხელი, იმიტომ რომ დაკრული, აი ამას ვქვია რომ წელი არის დაკრული იატაკზე. ეს ერთი ვარჯიში იყო. ეხლა მეორე ვარჯიში. ფეხები დადეთ ესე ქურსიებზე. ისევ წელი კარგად იგრძენით, რომ იატაკზე დევს ესე ხელით სინჯავთ, შედის ხელი, არ შედის, ხო? ეს იყო ყველაფერი წესრიგში. ძალიან ნელა წამოვიდა ფეხები წინ. აი ამ მოძრაობის დროს, უყურეთ, აკვირდებით, პრესი იძაბება, ფეხი ჩამოდის ბოლომდე, წელი არ არის ზევით. არავითარ შემთხვევაში აი ხელი არ შედის, ისე ვერ შედის შიგნით, იმიტომ რომ დაკრულია იატაკზე. ეხლა ისე ნელა, აი ესეთი პატარა ერთი ბეწო ნაბიჯებით შემოდის ისე ქუსლები შიგნით. ეს ორი ვარჯიში გამზადებთ თქვენ იმისთვის, რომ გააკეთოთ პრესის ვარჯიშები. ესე ბოლომდე გაშალეთ. გააკეთოთ პრესის ვარჯიშები სწორად. აი ეხლა რა შეგრძნებაც გაქვთ აი ამ ადგილას, პრესი, წელი, მენჯი, აი ესეთი შეგრძნება უნდა გქონდეთ ზუსტად, როდესაც პრესის ვარჯიშებს აკეთებთ და
ფეხები ვთქვათ ზევით ადის, ჩამოდის სიტყვაზე, ან აკეთებთ მაკრატელს, ან აკეთებთ ესე ფეხები ზევით ხვევით, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ პრესის ვარჯიშს, როდესაც აკეთებთ, წელი, აი ესე ეხლა რასაც გრძნობთ, აი ესე უნდა იგრძნოთ, რომ წელი დევს ბოლომდე იატაკზე. აი ეს ორი ვარჯიში თავიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. ამით და გააკეთეთ რამდენჯერმე, როდესაც სხეული უკვე მიეჩვევა აი ამ მდებარეობას, მე უკვე პრესის ვარჯიშების კეთება აღარ გაგიჭირდებათ, მიხვდებით წელი როგორ დაიჭირეთ და შესაბამისად წელის ტკივილებსაც თავიდან აივიდეთ. იმედია, რომ მოგეწონათ ეს გავკვეთილი და იმედი მაქვს, რომ გამოიყენებთ მომავალში, კარგად ზამთრობოდეთ.